არის არნაირი აპარატი გამოვატანე. Ладно, можем. Так, давайте все вместе. Раши мегоბრებო. Ai, kurczę. განახლების და სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია სამყაროს ტექნოლოგიური პროგრესის მიმდევართათვის და ჩვენი მიზანია რომ მიმდინარე ცვლილებები ემსახურებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც წარმოებული პროდუქციის ხარისხის, სოციალური და გარემოს დაცვითი კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლის დღეა დღევანდელი დღეც, როდესაც ზესტაფონში ვაფუძნებთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემას. ეს ქალაქი ზესტაფონია. საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ლოკომოტივი. ქალაქის სტრატეგიულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მე-19 საუკუნეში სარკინიგზო კვანძის თბილისის ზესტაფონი ფოთის ჩამოყალიბება. რამაც შემდგომში ბიძგი მისცა ზესტაფონს როგორც ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრად განვითარებას. მოკლედ დროში ზესტაფონის ფერაშენებელთა ქარხანა მნიშვნელოვან როლს იკავებს როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ასევე იმდროინდელ საბჭოთა კავშირში თხოვადის მწარმოებელთა მომარაგების სისტემაში. წარმოების სიმძლავრების განვითარებამ და ყოფილი ფორმაციის სტანდარტებმა ახალი სირთულეები წარმოშვა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. ქარხნის გამონაბოლქვი და ნარჩენი წიდის სამარხები სერიოზულ პრობლემას უჩენს ზესტაფონს. ამ პრობლემების იგნორირებამ ქალაქს ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულის სახელი შესძინა. График машины тоже там присоединится. Так, ключи ваших рук. Эраби, даков. ჩემი აზრით ეს არის იმ ტიპის წერტილი, რომლის გავსი ობიექტი ძალიან ბევრი უნდა გავხსნათ საქართველოში, ძალიან ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, რომელებიც მიჩნეულია გარემოს დაცვის კუთხით, ცხელ წერტილად. ეს არის აქ არის ინსტალირებული ის აპარატურა, რომელიც ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, ნალექის მოცულობას, ქარის სიჩქარეს და მიმართულებას. ამის გარდა ორი პარამეტრით ზომავს მტვრის ნაწილაკების არსებობას ჰაერში. ამის გარდა ასევე ზომავს კიდევ სამ პარამეტრს, მათ შორის ნახშირჟანგის, ნახშიროჟანგის შემცველობას ჰაერში. ეხლა ჩვენ ვნახეთ ეს მონაცემები, მინდა მივულოცო ზესტაფონელებს, აი აქ ამ წერტილში მონაცემები ნორმის ფარგლებშია და უფრო მეტიც ძალიან ბევრი მონაცემი ნორმაზე ქვევით არის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქედან ეს მონაცემები პირდაპირ ონლაინ რეჟიმში, რეალური დროის ვითარებაში გადაიცემა სერვერზე. ამ სერვერთან წვდომა აქვს როგორც საწარმოს, ასევე წვდომა გვაქვს ჩვენს გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ეხლა გაჩნდა ინიციატივა და საწარმო ამაში ეს ინიციატივა საწარმოს ხელმძღვანელობამ აიტაცა, რომ ერთის მხრივ ასევე ონლაინ რეჟიმში გახდეს წვდომა შესაძლებელი ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მაგალითად, Facebook გვერდზე შეიძლება გაკეთდეს სპეციალური, ესე იგი, საინფორმაციო დაფა, სადაც ნებისმიერი მოქალაქე ნახავს რა ვითარება, მაგალითად, ამ კონკრეტულ წერტილში. ასევე შეიძლება რომელიმე საჯარო ადგილზე, თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, გამგეობის შენობასთან საინფორმაციო დაფაზე პერიოდულად გამოიკრას ხოლმე ინფორმაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ნდობის გაღრმავებას, როგორც საწარმოს, ასევე მოქალაქეებს შორის. ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ და ჩვენ ვეცდებით, რომ გავავრცელოთ ასეთი ტექნოლოგიები და ასევე ვცადოთ, რომ სხვა დიდმა საწარმოებმა ასევე დაანერგონ ეს ტექნოლოგიები სამომავლოდ სხვაგან. დღეს ვიყავით ჭიათურაში, ქონდა შეხვედრა იქაურ პრობლემებზე და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა მომავალი ერთ-ერთი მსგავსი ობიექტის ინსტალირების წერტილი იყოს ჭიათურა. დიახ, ეს არის ონლაინ მონიტორინგის სადგური, რომელიც ზომავს ჰაერში შემცველობას ამა თუ იმ სხვადასხვა შემადგენლობისას. მოგეხსენებათ, გვერდით გახლავთ ქარხანა და აქაურობა 3 წლის წინ იყო საშინად გაჭუჭყიანებული ჰაერი, ყველაფერი გარემო. ეხლა უკვე რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და მუდმივი კონტროლის ქვეშ არის ჰაერის შემცველობა. ეს სასიხარულოა დღეა ზესტაფონისთვის, ორფრივად პირველი ის რომ ზესტაფონის გადმოგვეცა დიდი ხნის დაპირებული მანქანა, სარწყავი მანქანა, რომელიც ალბათ წაადგება ჩვენი ქალაქის ქუჩების სისუფთავეს და უფრო დასუფთავებული და დალაგებულად გამოჩნდება ჩვენი ქუჩები. ამასთანავე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ის რომ ფეროშინოთუმთა ქარხნის ინიციატივით ქალაქში დაიდგა ჰაერზე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. ეს არის 4 ახალი სადგური, ასეთი საქართველოში ფაქტიურად არ არის მხოლოდ ერთადერთი ძალია თბილისში და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჰაერზე განხორციელდეს ყოველდღიურად, ანუ ონლაინ რეჟიმში ჰაერის შემადგენლობაზე მონიტორინგი, ანუ აქედან ინფორმაცია გადაეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროს და იქნება მუდმივი კონტროლის ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს წაადგება იმას, რომ ჩვენ ქალაქში ჰაერი უფრო გასუფთავებული იყოს და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ეს იქნება ძალიან კარგი საჩუქარი. ჩვენ დღეს ვხსნით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემას. ძირითადად ეს სისტემა ჩვენ გვაძლევს საშუალებას გავაკონტროლოთ ქალაქ ზესტაფონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი. ყველა პარამეტრებით, რაც კი შეიძლება იყოს, ეს სისტემა გვაძლევს თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზების წარმართვის საშუალებასაც. ჩვენ მივეცით ჩვენ თავს ეს გამოწვევა იმას მერე, რაც უკვე ჩავატარეთ ქარხანაში ყველა ღუმელის მოდერნიზება და რაც შევცვალეთ საერთოდ ფილტრეს და ჰაერის ფილტრაციის სისტემები და ეს სისტემები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ თავს მუდმივი კონტროლი დაუწესოთ მომავალში და არა მხოლოდ ჩვენ თავს. მონიტორინგის საშუალების მონაცემები ხელეწვდომებად გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ყველა კომპეტენტურ სპეციალისტს, ვისაც ეს დააინტერესებს. რაც შეეხება მომავალში ჩვენ ქმედებებს ამ მხრივ მსგავსი ლაბორატორიის დაფუძნებას ვაპირებთ ჭიათურაშიც, მოგეხსენებათ, იქაც მსგავსი პრობლემებია, მაგრამ იქაც გლობალური და დიდი ცვლილებები გვაქვს გარემოს დაცვის კუთხით. ერთ-ერთი დღევანდელი დღის აღსანიშნავი მომენტი არის სარწყავი მანქანის გადაცემა, რომელიც ჩემს ზურგსთან დგას. ეს არის ჩვენი ქარხნის მცირედი საჩუქარი ქალაქისათვის და მე ვფიქრობ, რომ რეგულარული მორწყვით და დატენიანებით ქალაქ ზესტაფონის ის ისტორიული მტვერი, რომელიც ისედაც ჩვენ შეიძლება გამოცვალოთ ფილტრები, გამოცვალოთ, გავარემონტოთ ღუმელები, მაგრამ ისტორიული მტვერი მაინც არსებობს ქალაქში და მუდმივი დატენიანებით და გარეცხვით დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქალაქ ზესტაფონში. დღეს ისტორიული ფაქტია ჯერ ის, რომ გარემოს დაცვის მინისტრი ეწვია ჩვენს რაიონს. ალბათ ათეული წლებია, რომ გარემოს დაცვის მინისტრი ზესტაფონში არ ჩამოსულა. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ ჯორჯ ერმანგანეზის საწარმო, რომელიც გადაიარაღებულია, შეცვლილია ფილტრები და ბევრია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა. ასევე აღვიხდა დიდი ხნის ოცნება ჩვენი ქალაქისთვის გზის გადამრეცხი მანქანა გადმოცეს საჩუქრად ზესტაფონის რაიონს ჯორჯ ერმანგანეზის ხელმძღვანელობამ.
რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია, სიფხიზლე აუცილებელია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ეკოლოგიურ ფონია ზესტაფონის რაიონში. დაემატა მცირე საწარმოები და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად გავაკონტროლებთ მათაც, რომ არა დაუშვან კიდევ ჩვენი ქალაქის დაბინძურება და ვთხოვთ კიდევ ისეთ ღონისძიებებს, როგორც არის გამწვანება და სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც აღმოფრქვავს ამ დაბინძურებულ სიტუაციას, დაბინძურებულ ქუჩებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ხალხის სამსახურში ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ხიზლად, რომ არ დაბინძურდეს ზესტაფონის რაიონი და კეთილდღეობა იყოს ამ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ.